Asbati Maisuradze. Da меня не успеете. Arshim Qaplanisvili. Qaplanisvili ეთერი. ეხლა როდის უნდა მოხვიდე? ზოია ღვინიაშვილი. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა იყო დავეხმაროთ ხანდაზმულებს სოციალურ ინკლუზიაში. იმიტომ რომ თქვენ როგორც იცით, ხანდაზმულებისთვის ამის შემდეგ რაც გადიან პენსიაზე, არ არსებობს უკვე ახალი ცხოვრება. და ჩვენ გვინდოდა მივცეთ ის სიხარული და ეგ შესაძლებლობები, რომელიც სხვა ქვეყნებში აქვს ხანდაზმულებს. Ძაღლში დავრჩი მარტო და ამ დროს ჩემ მაშველი გამოდგა თქვენი ორგანიზაცია, რომელმაც დიდი დახმარება გამიწვია. Planșetზე დავიწყეთ მუშაობა, ვისწავლეთ სურათების გადაღება. ჩემ ყვავილებს ყოველთვის უღებდი ხოლმე. Აი სახში რომ მეწყინოს, აქ მოარ გამხიარულდები რა. პროექტი ნამდვილად იყო ძალიან მრავალმხრივი. ერთ-ერთი კომპონენტი იყო თაობათა შორის გაცვლა. ჩვენ ახალგაზრდა მოხალისეები ეხმარებოდნენ ხანდაზმულებს და ერთად მუშაობდნენ იმისთვის, რომ გაიზარდოს ხანდაზმულთა ციფრული ციგნიერება, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მის სასაშუალება ხანდაზმულებს, რომ დაუკავშირდნენ თავის ნათესავებს, რომელიც არიან ქალაქში ან საზღვარგარეთ და რომელთაცაც უკვე დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ურთიერთობა. Შვენიურად ქეთო ყველაფერს მიხსნი და ყველაფერს კარგად მასწავლი და Чётя, откуда ты знаешь это? Фото послала, мессенджер послала. В ТикТок поставила, все, откуда ты это свяжешь? Я говорю, маленький. Вы до меня не успеете. შვილებთან რაც მთავარია, მუდამ ვრეკავდი და მესმოდა იმათი ამბავი. ბევრი ხანდაზმულის ცხოვრება შეცვალეს ამ ბავშვებმა. იყო მცირე დასაქმება და ძალიან ბევრ ბავშვს დაეხმარეს ჩვენი ხანდაზმული პედაგოგები. პედაგოგებისთვისაც კარგი იყო და ბავშვებისთვისაც იყო კარგი, მით უმეტეს იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ გვქონდათ დიდი რაოდენობით ეთნიკური უმცირესობები. მაგას მარიგებდა ხშირად, რომ უნდა მესწავლო და ჩემი თავის ბატონ პატრონი მე უნდა ყოფილიყავი. სამ რეგიონში მუშაობდა პროექტი გორსში, კაზრეთსა და დმანისში და სამივე რეგიონში თავისი სპეციფიკა იყო. ყველა ხანდაზმული სპეციფიური არის და ყველას თავისებური მიდგომა ჭირდება. ამ პროექტის ყველაზე დიდი აღმოჩენაც ეგ იყო, რომ სწავლობ თუ განსხვავებულ ადამიანებს როგორ მიუდგე. ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ალბათ იყო ის, როგორც გითხრა ერთ-ერთმა ჩვენმა მონაწილემ, გაახანძრივა ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ ის სიხარული, ის ბედნიერება, რომელიც ისინი ღებულობენ ურთიერთობისგან, ამ ცენტრებში სიარულისგან, იქ სადაც შეიძლება თეატრალური წარმოდგენა იყოს, შეიძლება კონცერტი, შეიძლება მუსიკა, თვითონ იგონებენ რა უნდა გააკეთონ. ბავშვებთან მოდიან საბავშვო ბაღებში, რომ ანახონ ის სპექტაკლები, რომელიც თვითონ მოიგონენ. დადიან სკოლებში, დადიან სხვა ხანდაზმულებთან. იქ შიგნით აკეთებენ გამოფენებს, ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი რაღაცები აქვს გაკეთებული ჩვენ ხანდაზმულებს. გასვლითი ღონისძიებები ქონდა, სოფლებში გავდიოდით, ხანდაზმულებს ვხვდებოდით. პირდაპირ აი ანშლაგით მთავრდებოდა ჩვენი ყოველი გამოსვლა. ძალიან კარგი კმაყოფილები ვართ, მაგრამ აი ამ მოხუცებთან, იმიტომ რომ ძალიან კარგი ხალხია. შეკვამ კიდეც ღერი ვარ, კიდეც ლექციებსაც ვიძახი, ხალისობ ყველაფერს. გენაცვალე. საზოგადოებაც ნელ-ნელა იგებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ხანდაზმულებთან თანამშრომლობა და მათი ჩართულობა ცხოვრებაში. კარიერა გვეპატრონებით ამ მოხუც ხალხსა. Для меня это было возрождение. ძალიან კმაყოფილი ვარ რა. კი, მე მზად ვარ მაგას რა გავუზიარო. Ვის მაენამ შეგაძულა წინეთი